კვლავ უბრუნდებით პარიზს, სადაც მომების გადამღები ჯგუფი მუშაობს და ქეთი ქარდავა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს უახლეს ინფორმაციას. ქეთი გისმენთ. ჩვენ ვიმყოფებით ისევ საკონცერტო დარბაზთან, აქ ხალხის ნაკადი არ წყდება, ჟურნალისტების რაოდენობა კი იმატებს. თითქმის ყველა ქვეყნიდან, ყველა ევროპული სახელმწიფოდან ჩამოვიდნენ უკვე ჩვენი კოლეგები და მათ აქვთ პირდაპირი ჩართვები და აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს პარიზიდან. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება საფრანგეთში. ამ კითხვებზე პასუხზელია საფრანგეთის მოქალაქეები, ფრანგი ჟურნალისტები და არა მარტო ისინი. აქ ვინც მოდის და ჩვენ საუბრებით მომხდართან დაკავშირებით ძალიან ბევრს საერთოდ უჭირს საუბარი და ვერ იკავებენ ისინი ცრემლებს. ვინც კამერებთან საუბრობს, ამბობენ რომ თანაგრძნობა, სოლიდარობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ელიან პასუხს კითხვაზე. როგორ მოახერხეს შეიარაღებულმა პირებმა აქ ხალხმრავალ უბანში შესვლა იარაღებით საკონცერტო დარბაზში, ხომ არ იყო გამოხატული გულგრილი დამოკიდებულება საფრთხეებთან დაკავშირებით და იყო თუ არა რეაგირება ყველა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე. ვინაიდან პარალელურად არაერთი პრესკონფერენცია იმართება, საგანგებო სხდომა, რომელსაც ესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი და მათ მუდმივად აქვთ ინფორმაცია, რომ საგანგებო სიტუაცია შენარჩუნებულია, ჯარი არის გამოსული პარიზის ქუჩებში და პოლიციასთან ერთად აკონტროლებს სიტუაციას. ასევე ცხადდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საფრთხე არ არის მოხსნილი და ისლამური სახელმწიფო კვლავ ემუქრება საფრანგეთს ტერორისტული აქტებით. სწორედ ამიტომ საფრანგეთის მოქალაქეებს სურთ, რომ აიგონ სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოხდა და როგორ მოხდნენ ეს ადამიანები საფრანგეთის ტერიტორიაზე. ასევე რეაგირება მოყვა მოქალაქეების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას წინასწარი ინფორმაციით ტერორისტები, რომლებიც მოვიდნენ საკონცერტო დარბაზთან, მათ მანქანას ჰქონდა ბელგიური ნომრები. შესაბამისად, ბელგიამაც უმაღლეს დონეზე აწია, განსაკუთრებული ზომები არის მიღებული, კონტროლდება საზღვარი და ამბობენ, რომ როდემდე გასტანს ეს შეზღუდული გადაადგილება და კონტროლი საზღვრებზე ჯერჯერობით მათ არიციან. ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას საფრთხეებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევას ელოდებიან. ამბობენ, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრა საკმარისი არ იქნება და ეს არის დრო და მომენტი, როდესაც ევროკავშირს ორგანიზაციას ყველა წევრ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, თუ როგორ მოიცნენ, როგორ დაეხმარონ ერთმანეთს და პარალელურად გააგრძელონ მუშაობა და სტრატეგიის შემუშავება იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ ევროპაში ამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გადაუჭრელ პრობლემას, რომელიც ლტოლვილთან ნაკადს უკავშირდება. მადლობა ქეთი პარიზიდან, ქეთი ქარდავამ გაგვაცნო უახლესი ინფორმაცია.